მაგის პასუხია და სინბინი რას ნიშნავს? სინბინი არის ძველი სარაგბო ტერმინი, ყვითელი ბარათი. სინბინ. ანუ დაინახა ეს რო გადმოვთარგმნოთ ჩვენებურ ენაზე დაინახა აკრძალვა, ანუ მიიღო აკრძალვა და სინბი ნიშნავს რომ 10 წუთი უნდა აკრძალული გქონდეს მოედანზე ყოფილი. თეთრი ბარათიც არის, ხო? არა, თეთრი. იყო რაღაცა მცდელობები იყო თავის ტრამვაზე, თავის ტრამვა რო იყო რომ თეთრი ბარათი ეჩვენებინა, როცა მორაგბე თავის ტრამვით ტოვებდა. ანუ რაგბს აქვს ძალიან ინოვაციური ტექნოლოგია, რაც არის კბილებში კეპები რო უდევთ, ეს კეპი არ არის მხოლოდ კეპი, ეს არის Bluetooth კეპი არის, საჯს უკეთია მე მოწყობილობა, იმიტომ რომ საჯი ახლოს არის შეჯახებებთან სულ და როცა შეჯახების დროს რაღაცა ზღვარი არსებობს, ძალის გამზომველი, შეჯახების ძალის გამზომველი და თუ ამ ზღვარს აარტყა ეს Bluetooth მოწყობილობა სამედიცინო შტაბს აძლევს ნიშანს, რომ ამ მოთამაშის Bluetooth-მა ზღვარი აარტყა. შესაბამისად, ზღვარს თუ აარტყავს, ის მოთამაშე უნდა გამოვიდეს მოედნიდან, იმიტომ რომ ვალდებულები არიან, რომ შეამოწმონ და ეს დანერგილმა ამ ინოვაციურმა ტექნოლოგიამ, რაც რაგბმა მოიფიქრა და დანერგა, ძალიან გაამარტივა და ხელი შეუწყო თავის ტრამვებთან ბრძოლას და მოთამაშეთა კეთილდღეობას. რა, ეს ძალიან მაგარი ტექნოლოგიაა და რაგბი იყენებს ამ ტექნოლოგიას. და მე შემოვა დოქტორი და იტყვის რომ ამ მოთამაშემ უნდა დატოვოს მოედანი, ეს არის დროებითი 10 წუთიანი დატოვება მოედნის, ამ დროს ხმარობდნენ თეთრ ბარათს, მაგრამ მე უბრალოდ მსაჯი ეუბნეო რომ 10 ნომერი თავის შემოწმებაზე უნდა გავიდეს. ამ დროს შეუძლია რომ დროებით შეცვალოს სხვა მოთამაშემ და იმ მოთამაშეს აქვს 10 წუთი, ან ჩააბარებს ტვინის შერყევის ტესტს და დაბრუნდება მოედანზე, ან იქნება მოშორებული.